მოგესალმებით. დღეს და გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებმა ალექსანდრე გოგუაძემ და ჯუმბერ ბეჟანიძემ მარინა ხომაევამ ჯამში 23 პირი დააჯარიმეს 5,000 ლარით ზებრა გადასასვლელზე მოძრაობის გამო. საუბარია ბათუმში 31 იანვრის აქციაზე. პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ საკმარისი რაოდენობით არ არიან და ქუჩის სავალი ნაწილი უნდა გაათავისუფლოთ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ზებრაზე მოძრაობა დაიწყეს, რაც საიარ შეფასებით სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. მიუხედავად ამისა, მოსამართლეებმა დაიწყეს ამ საქმის განხილვა და ისინი ფაქტობრივად დაეთანხმნენ პოლიციის მოთხოვნას, თუმცა პოლიცია აცხადებდა, რომ მათ ხელოვნურად შეაფერხეს მოძრაობა ზებრა გადასასვლელზე და პროევროპული აქციების 23 მონაწილე დააჯარიმეს 5,000 ლარით. ამ საქმის განხილვის დროს აქციების ერთ-ერთი მონაწილე მალხაზ ირემაძე ზებრის ფორმით მივიდა სასამართლოში და ასე გააპროტესტა მან როგორც პოლიციის მოთხოვნა, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება. ის აცხადებს, რომ მას წინასწარ ჰქონდა განწყობა, რომ მოსამართლე პოლიციის მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება და ზებრის ფორმით მივიდა სასამართლოში. აქ იმყოფება მალხაზ ირემაძე. დღეს ის მივიდა სასამართლოში იყო ასევე დღეს ის დაბარებული, დღესაც მის საქმეს განიხილავდნენ და დღეს უკვე ბორშის მივიდა, მოსამართლეს მან მიუტანა ბორში და უთხრა, რომ ეს მიუტანა მას და ასე გააპროტესტა ის მოთხოვნა და ასევე გადაწყვეტილება, რაც მიიღო დღეს სასამართლომ, ის დააჯარიმეს 5,000 ლარით. ახლაც როგორც ვნახე, პერფორმანსი აქვს მას მალხაზ ირემაძეს. როგორც ხედავთ, მან მიწება სტიკერი, ბორკილები გონებას ვერ ჩაკეტავს, ასეთ წარწერას გვაჩვენებს ტელეფონში. აქვე არის ბანერი თავისუფლება თემურ ქათამაძეს. ეს არის მალხაზ ირემაძის პროტესტი, ის ასე კრეატიულად სხვადასხვა დროს ასე კრეატიულად გამოხატავს პროტესტს. აქ არიან პროევროპული აქციების სხვა მონაწილეები. შეგახსენებთ, რომ დღეს სასამართლოში მალხაზ ირემაძემ მოსამართლეს ბორში მიუტანა და ასე გააპროტესტა როგორც პოლიციის მოთხოვნა, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება და როგორც ის აცხადებს, არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ამიტომაც ცდილობს სხვადასხვა ფორმით დაანახოს საზოგადოებას რა ხდება სასამართლოში. შეგახსენებთ ასევე, რომ ხვალ 13 მარტს სასამართლომ უნდა გააგრძელოს მზიამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა. მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს ამ საქმეს და შეგახსენებთ იმასაც, რომ მოსამართლემ ეს საქმე მიუხედავად ადვოკატების მოთხოვნისა არ აირიდა, ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს ახლობელი, თუმცა მოსამართლემ განმარტა, რომ მზიამაღლობელი არის მისი დეიდაშვილის ახლობელი და არა მისი, ამიტომაც პრობლემას ვერ ხედავს. მზიამაღლობელის საქმე, ადმინისტრაციული საქმე არის ეგრეთ წოდებული სტიკერის საქმე, როდესაც მზიამაღლობელმა აქციაზე პოლიციის სამმართველოსთან სტიკერი მიაკრა პოლიციის დამხმარე შენობას, სადაც ეწერა იფიცება საქართველო და მზიამაღლობელმა ეს გააკეთა პროტესტის ნიშნად, რადგან მანამდე დააკავეს მისი მეგობარი ციალა ქათამიძე ასფალტზე სტიკერის გაკვრის გამო. ასფალტზე სტიკერის გაკვრა არ არის დანაშაული, ამის გამო მოქალაქეს მაქსიმუმ შეიძლება ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისროს, ამიტომაც ის არ უნდა დაეკავებინათ. სწორედ ეს გააპროტესტა მზიამაღლობელმა, როდესაც მზია მივიდა, ციალა ქათამიძე იყო პოლიციის შენობაში და გააკრა თვითონაც სტიკერი იფიცება საქართველო, რის შემდეგაც აჭარის პოლიციის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ ის დააკავა.
მოგვიანებით კი ოქროში გაჩნდა ჩანაწერი, რომ მზია არ დაუკავებიათ სტიკერის გაყრის გამო და ის დააკავეს იმის გამო, რომ პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას. სინამდვილეში კადრებში ძალიან კარგად ჩანს, გადაღებულია მზიას დაკავების პროცესი და როგორ აკრავს სტიკერს ის პოლიციის დამხმარე შენობაზე და კარგად ჩანს, რომ მზია ხმა ამოუღებლად ემორჩილება გრიგოლ ბესელიას პოლიციის უფროს და შედის მასთან ერთად პოლიციის სამმართველოს ეზოში და შემდეგ უკვე შენობაში შეყავთ. ხედავთ მალხაზი აგრძელებს უხმო პროტესტს, ის არ საუბრობს და ლენტა აქვს მიკრული პირზე დამოტანილი აქვს წიგნები, ჯორჯ ორველის წიგნი აქვს მათ შორის და აქვე არის გაკრული ბანერი, სადაც წერია თავისუფლება თემურ ქათამაძეს. მე შევეცდები, რომ დღეს აქ გავესაუბრო აქციის იმ მონაწილეებსაც, რომლებსაც სავარაუდოდ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია თემურ ქათამაძის მდგომარეობაზე. ის მან 40 დღეზე მეტხანს იშიმშილა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო როგორც ვიცით საკმაოდ სუსტი. ის ვივამეთშიც იყო გადაყვანილი კვლევებზე, თუმცა ვივამეთში ის არ დატოვეს და მალევე დააბრუნეს საპატიმროში. მე შევეცდები ახლა გავესაუბრო აქციის მონაწილეებს, რომლებიც აქ იმყოფებიან, მივიღო მათგანაც ინფორმაცია, მათ შორის თემურ ქათამაძის მდგომარეობაზე. ის საემიგრაციო პატიმრობაში იმყოფება და როგორც ვიცით, მას ედავებიან საემიგრაციო პირობების დარღვევას, როდესაც მას აკავებდნენ უკვე მეორედ ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ. ეხლა ხიბნი ჩართეს, როგორც ხედავთ. შეძახილები და საქართველოს ჰიმნის დასრულების შემდეგ უკვე ჩართეს ევროპის ჰიმნი. როდესაც ჰიმნი დასრულდება, შევეცდები, რომ გავესაუბრო აქციის მონაწილეებს. შეგახსენებთ, რომ ხვალ 12 მარტს გრძელდება მზია მაღლობელის საქმის განხილვა, ადმინისტრაციული საქმის განხილვა, სადაც მზია მაღლობელს ედავებიან როგორც სტიკერის მიგრის გამო, ასევე როგორც ვიცით, ოქროში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ის პოლიციელებს თითქოს აყენებდა შეურაცხყოფას, მაშინ როცა კადრებში, მისი დაკავების კადრებში კარგად ჩანს, რომ ის უხმოდ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაკავება ამ დროს იყო უკანონო, რადგან სტიკერის მიგრის გამო კანონი დაკავებას არ თვალისწინებს და მაქსიმუმ ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ჯარიმა. ახლა შევეცდები, რომ მალხაზ თუ შეიძლება ბათუმელების ლაივში მინდა გკითხო, ვიცით რომ ხშირად ვცდილობთ რომ კრეატიულად გააპროტესტოთ რაც ხდება სასამართლოში. დღეს ბორშით მიხვედით, რატომ მიუტანეთ ბორში მოსამართლეს, რა უთხარით მას და რა მოხდა პროცესზე? ანუ ბორშის ისნოქად იდეა უცებ გაჩნდა, სახში ვიყავი საერთოდ არ ვაპირებდი მისვლას და გამერეკეს ახალგაზრდება, რომ სათხარო და უცებ მეუხერხულა, რომ არ ვიცი ვიყავი და
ბორში იყო სახში და ჩავასხილე და წავედი მივედი ცხელი ბორში მივიტანე ამოვიღე სასამართლოზე და უცებ ექსპონტად რა უთხარი რომ ერთი 80% საზოგადოების ბორს ჭამს რომელშიც ხორცი არ არის მეთქი რა და ანუ მე შესაძლებელია ხორცი მქონდეს მაგრამ სხვას არ აქვს ბევრს და რა თქმა უნდა ეს და აღელვებდეს ყველას და ხედავს და ბევრს არ აქვს ნამდვილად რა ამის საშუალება და გაჭირებაშია ძალიან ბევრი ხალხი თუმცა შეიძლება ბანკანი დადიოდეს რაღაც კომფორტი უნდადეს და ვალი კონდეს ბანკის და ვერც ჩამდეს ხედავ ანუ ხარო ამოვიღე ეს ბორში უცებ მაგრამ დამყარებული ჩამელია მე როგორც იცი ისა ჩვენ მოსამართლე და ხარ ეთქობა ნაბახუსელზე იყო და უცებ ბორში წოდა ძალიან აგრესიულ ტონზე გადმოვიდა და დავტოვე და კარებში ძიმაძახა სახში ჭამე და რაღაცა და ანუ თქვენ როგორც ვიცი დაჯარიმდით 5000 ლარი ხო? უცებ გამომიწერა 5000 ლარი თითქოს რაღაცა ისეთი იყო და ამოწერა თუმცა არაფერი არ შეგვეკითხა ნუ თუმცა ადვოკატმა მოთხოვა იმედია კადრებს ამოიღებთ და გვაჩვენებ რა დააშავა კადრის არ უჩვენებია ჩემზე არაფერი ანუ ზურგით ამომიცნეს მიმიყავი და მინის შემა გამეკეთეს რომ შენ ყველანაირად გიცნობდო და ფრთხილად იყავიო ანუ სხვა თუმცა ერთი კადრის არ არსებობს თუნდაც ზებრა გადასასვლელზე რომ გადადიოდეთ თქვენ ხო იმ დღეს არ არსებობს ანუ ეს ხო უსამართლობა უკვე შეაჩვიეს ხალხს როგორც სიკვდილი შეაჩვიეს რა ეს არის ერთ-ერთი პროპაგანდის და მიდგომის მომენტი როცა უდგებიან ეს ადამიანებს აჩვევენ ეს ისეთ ქვეყნებში ხდება რომლებიც თვითონ არ ხდებიან რა ცივილიზებული ქვეყნება არ ეუხსნეს რა შეხვედრებზე თუ რაღაცა და ეს ვერ იმუშავებს ბევრზე იმუშავა შეაშინა და ჯარიმება რაღაც მაგრამ ქართველში სულ სხვა გენეტიკაა და სულ სხვა ქართველმა ნახეთ ყველა მთავრობას დაელოდა და შემდეგ რაც მოხდა ყოველთვის რაც მახსოვს ეს მეთუმეტე სამთავრობა სახალხოებას რომლებიც მარველის ფილმებზე არიან გაზრდილები სპაიდერმენებზე ბეტმენებზე და რკინის კაცებს უყურებდნენ ჰოლივუდის ფილმებს სადაც გმირი იმარჯვებს და ესენი გმირები არიან ამაზე გაზრდილები არიან და არ არიან მაგდანას ლურჯაზე მაგრამ ლურჯაზე ატეთ სალდატა რო აქვს მაგ ნაყურები და გმირი რო ხდება რატო ხდებოდა რატო აჩვენებდნენ ესეთ ფილმებს კომუნისტებს რომ გმირი არ ყოფილიყავ ანუ ეს ყველაფერი უნდა თუ ამ დონემდე დაიყო ამ დონემდე მიიყალებ ეხლას და ყველაზე იმოქმედებს ეს აუცილებლად მას შეიძლება ბევრი ვერ ხდება ზნობს შეიძლება ვაჭრობაში გადაიყვანეს ხალხი ჩამოიყვანეს გარე ვაჭრობაში ორი კაპიტი იშოვა მაგრამ ხორცი ვერ ჩააგდო ბორში იგივე მილიონიანი ქონება აქვს ჰექტარი მიწავს და ვერ ამუშავებს ის ხდება რომ იქ მილიონიანი ქონება აქვს მას და რაც დაპირდნენ მას ის ახსოვს ყველას და ამას ყველა მიხვდება ყველა ხდება და აუცილებლად გამოდი გააპროტესტებს და მოითხოვს შვიდობიანად მოითხოვს ძალიან ბევრი როცა იქნება შვიდობიანი მოსახლეობის და გაბრაზებული მოსახლეობის შვიდობიანად ჩანიშნავენ არჩევნებს თვითონ ჩანიშნავენ ჩვენ აღარ მოუწოდეთ თვითონ გვეთქვიან რომ ნიშნავთ არჩევნებს ეს მალე მოხდება დაქცევებული ვარ და თუ არ მოხდება მე ჩემთან არ მართალი ვარ და მე რომ მიხვდებიან რაში ყოფილა საქმე ვინც არ გამოვა ხო მე გვიანი მადლობა ეს იყო მალხაზი რემაზი როგორც გითხარით მას ედავებიან ზებრაზე გადასვლის გამო პოლიცია აცხადებს რომ მათ ხელოვნურად შეაფერხეს 31 იანვარს აქციის მონაწილეებმა რომლებიც გადადიოდნენ ზებრა გადასასვლელზე ხელოვნურად შეაფერხეს მოძრაობა ასეთია პოლიციის პოზიცია რასაც დაეთანხმა ფაქტობრივად სასამართლოც და აქციის 23 მონაწილე უკვე დაჯარიმებულია 5000 ლარით და რამდენადაც ვიცი ამ საქმის განხილვა გრძელდება კიდევ რამდენიმე მოქალაქეს მივიდა შეტყობინება რომ უნდა გამოცხადდეს სასამართლოში და ეს საქმეები უნდა განიხილოს სასამართლომ 31 იანვარს საღამოს აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ დაიწყეს ზებრაზე გადაადგილება როცა პოლიციამ მათ მოუწოდა რომ გადაიწიონ ქუჩის სავალი ნაწილიდან, რადგან აქციის მონაწილეების რაოდენობა არ არის საკმარისი. ასეთი იყო პოლიციის არგუმენტი, თუმცა 31 იანვარს აქციაზე
იმყოფებოდა თითქმის იმდენივე მოქალაქე, რამდენიც სხვა დროს. შეგახსენებთ, რომ აქ უკვე 105 დღეა, 105 დღეა დღეს იკრიბებიან მოქალაქეები, ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მხარს უჭერენ მზია ამაღლობელს და ითხოვენ მის გათავისუფლებას და ასევე ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მიიტაცა არჩევნები. მინდა გითხრათ ისიც, რომ დღეს სასამართლომ განიხილა ციალა ქათამიძის საქმე, დაიწყო ციალა ქათამიძის საქმის განხილვა. ციალა ქათამიძე პოლიციამ დააკავა სამმართველოს ეზოში, როდესაც მან დააკრა ასფალტზე სტიკერი, მას ესაუბრებოდა დგებუაძე, სთხოვდა რომ მოეხსნა სტიკერი. ეს არის ადმინისტრაციული დარღვევა, ეუბნებოდა ის ბათუმის პოლიციის უფროსი ციალა ქათამიძეს და ეს არის ადმინისტრაციული დარღვევა, წამობძანდი უთხრა მან და შეიყვანა პოლიციის ეზოში. მართალია მას არ უსვამს იმ წუთებში, რომ ციალა არის დაკავებული, თუმცა სტიკერის დაკვრის გამო მოქალაქეს არ სჭირდება განრიდება, ფაქტობრივად ის არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა არავის, არც შენობაზე მიუკრია მას სტიკერი, დააკრა მხოლოდ ასფალტს. ამის შემდეგ ციალა ქათამიძე შეიყვანეს პოლიციის შენობაში, შემდეგ კი ოქმში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ის პოლიციელებს ეძახდა რუსებს, ორებს და აყენებდა შეურაცხყოფას და სწორედ ამიტომაც იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული. დღეს ციალა ქათამიძე სასამართლოში, აი ახლა ვნახე, მინდა გაჩვენოთ, დაკავებული არის ბათუმის პოლიციის უფროსის, აჭარის პოლიციის უფროსის სტიკერი. სტიკერი პოლიციის უფროსის გამოსახულებით, ეს არის ალბათ პერფორმანსის ნაწილი. და ციალა ქათამიძე დღეს მოსამართლე